ალავერდის საკათედრო ტაძარი და მონასტერი კახეთის მხარეში ალაზნის ველზე მდებარეობს, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა და მისი სიმაღლე გუმბათის ჩათვლით 50 მეტრია. ალავერდი თოვლიანი კავკასიონის ფონზე ყოველ სეზონზე ულამაზესია. მისი დიდებულება მნახველს სამუდამო შთაბეჭდილების ქვეშ ტოვებს. მისი დაარსება ერთ-ერთი ასურელი მამის იოსებ ალავერდელის სახელს უკავშირდება. მე-11 საუკუნის დასაწყისში კი კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმინდა გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი. ეს არის ადგილი, სადაც იკრიბება ბევრი სული ზეციური ბაღის საძებნელად. ამიტომაც ეს ალავერდი არამეული სიტყვა გახდა იმდროინდელი და დღევანდელი ქართველებისთვის ახლობელი. ანუ მონასტერი ალავერდი არის გეგმილი ზეციური სამუთხის ბაღისა მიწაზე და აქ მოსული ადამიანები, სულები ეძებენ ღვთის სასოებით, ღვთისადმი მინდობით იმ ადგილს, სულთა სასუფეველს, სადაც უფალთან ახლოს იქნებიან. ამავე საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო და კახეთის სამეფო სახლის საძვალედ იქცა. აქვეა განსაკუთრებული სამარხიც, რომელსაც არქეოლოგებმა 2009 წლის დეკემბერში მიაკულიეს. ის ტაძრის ჩრდილოეთ კედელშია მოთავსებული და გამოყოფილია მწვანე ქვის ზოლით. ვარაუდობენ, რომ ეს საფლავი ტაძრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის უნდა იყოს. ეს არის ღირსი მამის ლუსკუმა, რომელიც არქეოლოგიის დროს ვნახეთ, მივაკვლიეთ. ჩვენი არქეოლოგია ამბობს, რომ აი ეს უსორმასორო ზედაპირი არის მე-9 საუკუნის, ეს ორი ზოლი არის მე-11 საუკუნის, ხოლო აი შემოსასვლელი მაღალი, ასე ვთქვათ, ბაქანი არის უკვე მე-16 საუკუნის. თვითონ ეს ამის რესტავრაციას ჩვენ გეგმავთ და მოწესრიგებას. ღირსი მამის საფლავი არის კედლის ძირში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორის და მიზეზის გამო, რომ მე-8 საუკუნეში აშენებული ტაძარი მდებარეობს ჩვენგან ჩრდილოეთით. სირიელი მამების დაკრძალვის წესის, ასე ვთქვათ, მიდევნები და გათვალისწინებით ღირსი მამა დაკრძალული იყო, როგორც დავით გარეჯელის სამხრეთ ნაწილში. ანუ ახალი დიდი ტაძრისთვის ძველი ტაძრის სამხრეთი ნაწილი შეერთდა დიდი ტაძრის ჩრდილო ნაწილთან და რადგან თვითონ მონასტრის დიდი სიწმინდე და მთავარი სიწმინდე იყო იოსებ ალავერდელის ლუსკუმა, ამიტომ ეს ადგილი უცვლელად დარჩა ახალი ტაძრისთვისაც. შეერთდა ძველი ტაძრის სამხრეთი ახალი ტაძრის ჩრდილოეთთან და მოხდა ლუსკუმის აი ამ კედლის ძირში ჩაშენება. მაგრამ რომ მინიშნება მომსვლელისთვის ყოფილიყო თუ რომელია გამორჩეული ადგილი, მოხდა ამ კედლის გამშვენება დიდი თაღით, შეწყვილებული ნიშებით და ხატრობით წმინდა გიორგის, რომელიც ცოტა დაზიანებულია. ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულია მომხდურთაგან და მიწისძვრებისგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას ალექსანდრე კახთა მეფის დროს აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო თეიმურაზ მეორის მეუღლემ, დედოფალმა თამარმა და დაამთავრა მისმა ძემ, ერეკლე მეორემ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. მე-19 საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა. პირველი და მნიშვნელოვანია მე-6 საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. კედლის მხატვრობა თითქმის თანადროულია. ტაძარი მე-11 საუკუნის დასაწყისში დაიწყო მშენებლობა და დასრულდა მე-11 საუკუნის პირველ ნახევრამდე და მხატვრობა შესრულებული არის მე-13 და მოგვიანო პერიოდებში და ბოლო მხატვრობა აქ შესრულდა მე-18 საუკუნეში. ეს იყო უკვე რუსული ესეთი ხაწერის ნიმუში იყო, სამების გამოსახულება, რომელიც ხატვა რესტავრატორების დახმარებით მოხსენიდა და მუზეუმი როცა გაკეთდება, იქ დავაბრძანებთ საჩვენებლად. სხვადასხვა პერიოდისა არის ციკლი სახარებისეული და ღვთისმშობლის გამოსახულება მთავარ ანგელოზებთან ერთად, რომელიც რაღაც გამორჩეული და განსაკუთრებული არის კედლის ხატრობებს შორის.
2011 წლის ივნისში ხანგრძლივმა წვიმებმა და მოვარდნილმა წყალმა ზიანი მიაყენა როგორც მიმდებარე ტერიტორიას, ასევე ტაძარსა და ეზოს. ალავერდის ეპარქიას აბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი ხელმძღვანელობს. 1993 წლის სექტემბრიდან ეპისკოპოსი დავითი ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს, რომლის ძალისხმევითა და დაუღალავი შრომით დღეს ალავერდის მონასტერი თანდათან იბრუნებს ისტორიულ იერსახესა და დიდებას. 2005 წლიდან ალავერდის მამათა მონასტერში სამონასტრო ცხოვრების აღორძინებასთან ერთად მონასტრის აღდგენა განახლებაც დაიწყო. 2006 წლიდან მიმდინარეობს მნიშვნელოვანი და მასშტაბური სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო სამუშაოები. დროთა განმავლობაში ეზოში დაგროვილი მიწა ფენებად მოიჭრა და ძოლმა გალავანმა თავისი სახე დაიბრუნა. აიხსნა კარიბჭე, რომელიც არის რამდენიმე პერიოდის სამშენებლო ფენით, ადრეული არის ალბათ მე-9 საუკუნეების, გვიანდელი არის ზემოდან დადგმული ჩარდახი. აი ეს ქვები, რომელიც აქ ყველაზე უფრო გაპრიალებული არის ფეხით, ეს არის ალბათ თავდაპირველი და თვითონ შემოსასვლელი აქ იყო დროთა განმავლობაში ძალიან სახეცვლილი და არქეოლოგიური კვლევისას აღმოაჩინეთ ეს ქვები. მიწა თავდაპირველად 1993-ში, როცა ჩვენ მოვედით ალავერდის ეპარქიაში, შემოსასვლელი ალავერდის მონასტერში იყო ამ სიმაღლეზე. არქეოლოგიით ვნახეთ ქვები, რომელიც ჩავთვალეთ ისტორიულ დონეთ კარიბჭისა და აი ამ ნიშნულზე მოხდა მთლიანად მონასტრის ისტორიული ეზოს გადაკეთება. პარალელურად ეზოსა და გალავანის გარშემოსავლელის მოპირკეთება მიმდინარეობს. დასრულდა მე-17 საუკუნის დღემდე შემორჩენილი ერთადერთი საეპისკოპოსო სახლისა და მამათა სენაკების რესტავრაცია მშენებლობა. კვლავ განახლდა მონასტრის ძველი ისტორიული დარბაზები. აღდგა გალავნის გარეთ მდებარე მე-16 საუკუნის აბანო და მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული შენობა ფეიქარ ხანის საგრილობელი, სადაც ალავერდის ეპარქიისა და კონკრეტულად ალავერდის მონასტრის სიგელ გურჯები და სხვა ისტორიული დოკუმენტაცია განთავსდება. ამ თვალთახედვით, როდესაც არქეოლოგია ჩატარდა ალავერდის თითქმის მთელს ტერიტორიაზე, მონასტრის მთელ ტერიტორიაზე, აღმოჩნდა მე-16 საუკუნის გელაზის ქვა, ანუ ზეთისხილის ზეთის ცივი წესით სახთელი დოლაბის ქვა, რამაც გვაფიქრებინა, რომ გაგვეშენებია ალავერდის ეზოში ზეთისხილის ბაღი, ვენახის ზვარი, სადაც 104 ჯიშის ვაზი არის, რადგან საქართველოს სამშობლოდ იწოდება ვენახისა და ღვინის კულტურის, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეშენებინა ეს პატარა ზვარი მუზეუმი, სადაც 86 ჯიში არის კახური და დანარჩენი არის ქართლის ჯიშებით შევსებული. 2006 წელს აღდგა ალავერდის მონასტრის ისტორიული მარანი. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა მონასტრის მარნის არსებობა, რომელიც დაახლოებით 50 ტონამდე ღვინოს იტევდა. ქვევრების ნაწილი შესაბამისი შესწავლა დამუშავების შემდეგ დაკონსერვდა და მარნის პერიმეტრშივე მიწით დაიფარა, ხოლო ნაწილი დაზიანებული ქვევრებისა მონასტრის მუზეუმის ექსპოზიციაში გამოიფინა. დღეს მონასტრის მარანი 30 ტონამდე ღვინოს აწარმოებს. ეს არის მარნის მიმღები, პირველად მოსავალი აქ მოდის, კედლები ამ მე-17 საუკუნის, ტექნოლოგია არის 21 საუკუნის. თანამედროვე, ასე ვთქვათ, საპრესი, კლეთსარცნელი, საწური ცისტერნებით ხდება მოწეული მოსავლის დამუშავება და მე ქვევრებში უკვე იმ ჭაჭაკლერცაც უმატებთ. მთელი მარნის შინაარსი არის ამ იდეაზე აწყობილი, რომ მოკლე ფრაზაში რომ გავმოხატოთ, ქართველები ტრადიციას ასე ვთქვათ, ვპატრონობთ, უვლით და სიახლეებს ზურგს არ ვაქცევთ. ეს აღნიშნულოვანია, რომ ეს ჩვენი მამაპაპისეული ტრადიცია იყოს დღერძელი, ამიტომ ის აუცილებლად ცოცხალი უნდა იყოს
და რომ ამ საუკუნეში ცხოვრობდა სიახლეების მიმართ ვართ მიმღებლები, ამიტომაც აი ეს თანამედროვე ტექნოლოგია არის აქ ჩვენთან მოტანილი. ეს არის უკვე მთელი ამ იდეის, კონცეფციის გული და გონება, ტრადიციული ქვევრის წარმოება. ეს არის აქ ყველაზე დიდი ტევადობის ქვევრები ტონა 600 და ყველაზე პატარა გვაქვს 600 litrიანები. დღეს ახლა აქ უკვე მოსავალი დაწურულია და მომავალი წლის ალბათ მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში შეიძლება გაიხსნას. ისტორიული ქვევრი, რომელიც არქეოლოგიისას აქ აღმოჩნდა და დავტოვეთ როგორც ჩვენი დაბადების მოწმობა, ეს პრაქტიკული საქმიანობისათვის დაზიანებების გამო უკვე არის გამოუყენებელი, ვარგისი აღარ არის, ალბათ არის სადაც 2 ტონის ტევადობის. ესენი არის ფრანგული კასრები. ეს არის ფრანგული კასრი კონიაკის მასალებისთვის, მაგრამ ჩვენ ახლა გვაქვს ჭაჭის არაყი და ეს არის ფრანგული წარმოების და ამერიკული წარმოების კასრები. ღვინისა არის ეს, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს კონიაკის სპირტი მასალა. იუნესკოს ასე ვთქვათ აღიარება ქვერში ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტექნოლოგიისა და ეს ასე ვთქვათ აღიარების მოწმობა სიგელი გვაქვს აქ გამოფენილი, როდესაც რომ სტუმრები მოდიან, რომ მათაც ნახონ და გაიგონ. ეს არის არქეოლოგიის ფოტო 2005-2006 წლების და ეს ქვევრი და თიხის მილი არის მინის ქვემოთ. და დანარჩენი თქვათ, რაც გარეთ ვნახეთ ქვევრები, ამოვიღეთ, რომ სტუმრებისთვის არის ადგილი დასვენების, შემეცნების, სიმყუდროვის მოყვარულთათვის სარეკრეაციო ზონა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ტერიტორიას ძალიან გულმოდგინე ზრუნვა და მოვლა სჭირდება, რისთვისაც საჭირო არის სახელმწიფო უწყებების თანადგომა. რადგანაც თუ აქ რაიმე წონადი უნდა გაკეთდეს, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს ამისი დაპროექტება და შემდეგ უკვე განხორციელება. ასე რომ დღეს ბევრი საზრუნავი აქვს. მაგრამ უკუგება არის ენით გამოუთქმელი და ვერანაირი საზომი ვერ აღრიცხავს, იმდენად დიდია, რადგანაც ზაფხულის ცხელ პერიოდში ამ ალავერდის ჭალაში თუ კი იქნება შესაძლებლობა, რომ ყველა ასაკის ადამიანმა შეძლოს თუნდაც გასეირნება, დასვენება ცოტა ხნით მაინც, ეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იქნება ალავერდის ცნობილი მონასტრის მოსალოცად მოსული ადამიანებისათვის, რომ გაიგონ ჩვენი ქვეყნის წარსული და გაიგონ თუ რატო არის ერის და ბერის ერთად დგომა აუცილებელი. ალავერდი კახეთის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. როგორც გურამ რჩეულიშვილი ამბობს, მან არ იცის კახეთი, ვისაც ცივგომბორის ქედზე შემდგარს არ დაუნახავს ალაზნის ჭალიდან ამოვარდნილი ალავერდი. არ განუცდია კახური ვნების სიმძაფრე და ალავერდის გუმბათიდან არ დაუნახავს ერთმანეთზე მიყრილი და უსასრულობამდე გაშლილი კახეთის სოფლები ვაზის ხეივნებში.